მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში გასწავლით როგორ შეიძლება მოუხსნათ დავიწყებული პაროლი ჩვენს ტელეფონს, ამ შემთხვევაში მე გაჩვენებთ Samsung Galaxy A03-ის შემთხვევაში და მოკლედ გასწავლით სრულიად ყველაფერს, როგორ შეიძლება მოუხსნათ, რა გვჭირდება ამისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ ვიდეოს თუ ბოლომდე უყურებთ, ავსებად გაიგებთ ყველაფერს. მოკლედ დაგვჭირდება ტელეფონის კაბელი, ანუ ეს დამტენი რაც არის და ანუ რა შემთხვევა არის ეგ. თუ ჩვენ ახლა გათიშვის შემთხვევაში, ანუ პირველ რიგში უნდა დავაჭიროთ ხმის დამწევს და დაბლოკის ხილაკს, ანუ თუ როცა დაბლოკილი გვაქვს ტელეფონი და ვერ ხსნით პაროლს, უნდა დავაჭიროთ ხმის დამწევს და დაბლოკის ხილაკს რამოდენიმე წამის, სანამ ტელეფონი არ ჩაქვრება. როგორც კი ტელეფონი ჩაქვრება, აუშვათ ხმის დამწევს და ავიტანოთ ხმის ამწევზე. და როგორც კი ჩაირთვება, დაბლოკის ხილაკიდანაც ავიტანოთ ხელი და დავტოვოთ მხოლოდ ხმის ამწევზე. აი ესე ხმის ამწევზე მიჭირავს, ველოდები რამოდენიმე წამი, დავლოდოთ და უკვე გადავალთ შემდეგ მენიუზე. თუ ეხლა შემდეგ მენიუზე ვერ გადავედი, დამჭირდება ამ კაბელის მიერთება კომპიუტერზე და შემდეგ კომპიუტერიდან ამ ტელეფონზე მიერთება კაბელის, ან მეორე ტელეფონზე უნდა მივაერთო ერთი მეორე მხარე კაბელი და ერთი მხარე ჩემს ტელეფონს. ანუ ეხლა გადავედი უკვე ამ მენიუზე, მაგრამ თუ ვერ გადავიდოდი ამ მენიუზე, დამჭირდებოდა ტელეფონის კაბელი, აი ეს კაბელი, ერთ მხარეს მივაერთებთ კომპიუტერზე, აი ამ მხარეს, ანუ USB-ს და მეორე მხარეს მივაერთებთ ჩვენს ტელეფონზე. და უკვე გადავიდოდით ამ მენიუზე. მაგრამ თუ კომპიუტერი არ გვაქვს, ერთი მხარე უნდა მივაერთოთ ტელეფონს, თუნდაც მეორე ტელეფონს და უკვე მეორე მხარეს ჩვენს ტელეფონს მივაერთეთ, მაგრამ ერთნაირი შესაძლებელი უნდა გქონდეს, რა თქმა უნდა, ტელეფონის შემთხვევაში. კარგი, გადავედით ესეთ მენიუზე. ანუ კაბელი არ დამჭირდა ამ შემთხვევაში და ვაკეთებთ რას? ჩამოდივართ ქვემოთ, ანუ ხმის დამწევით, ჩამოდივართ ქვემოთ და ვირჩევთ Wipe Cache Partition, აი ამ ფუნქციას, ვაჭერთ დაბლოკის ხილაკს, შემდეგ დავაჭიროთ ხმის დამწევს და ავირჩიოთ Yes, ანუ დავაჭიროთ დაბლოკის ხილაკს. აი ესე, ისევ ქვემოთ ჩამოვიდეთ, ამის შემდეგ და ავირჩიოთ Wipe Date Factory Reset. აი ეს ფუნქცია, ისევ ვაჭერთ დაბლოკის ხილაკს. შემდეგ ხმის დამწევს ვაჭერთ და ვირჩევთ ქარხნული მონაცემების აღდგენა, ანუ factory reset. ისევ დაბლოკის ხილაკს ვაჭერთ. ველოდებით, რომ წაიშალოს სრული ინფორმაცია ამ პაროლთან ერთად ჩვენს ტელეფონში, ანუ ამ შემთხვევაში ყველაფერი იშლება ჩვენს ტელეფონში რაც არის და ვირჩევთ ახლა პირველ ფუნქციას reboot system now, რომ გადაეტვირთოს ტელეფონი და თავიდან ჩაერთოს. ესე დამგვარად, მოკლედ, ეხლა ჩვენ ვაყენებთ ქარხნულ პარამეტრებს, ანუ ამ მეთოდით წაიშლება ჩვენს ტელეფონში რაც გვაქვს სრულად ყველაფერი, მაგრამ მოუხსნით კოდს. მაგრამ თუ კოდი არ მოიხსნა, ამასაც გასწავლით თუ რა არის საჭირო, თუ ქარხნულ პარამეტრებს დაყენების შემთხვევაში, თუ მაინც მოგთხოვა ის კოდი რაც გვაქვს ტელეფონზე. კარგი, ეხლა ნუ ეს კაბელი უკვე აღარ გვჭირდება ამ შემთხვევაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ თუ ვერ გადავედით ამ მენიუზე, კომპიუტერში შეერთება ამ კაბელის საჭირო და მეორე მხარეს ჩვენს ტელეფონში, ან კომპიუტერი თუ არ გვაქვს, უნდა მივაერთოთ ერთი მხარე ტელეფონზე და მეორე მხარე ჩვენს ტელეფონზე. მაგრამ ეს კაბელი უნდა იყოს ისეთი, რომ შესაძლებელი გქონდეს ორი ერთნაირი, რადგან მეორე ტელეფონზე შევაერთოთ ერთი მხარე და მეორე მხარე ჩვენს ტელეფონს შევაერთოთ. და ასე შემდეგ. კარგი, ახლა დაველოდოთ ტელეფონის განულებას. დავაპაუზებ ვიდეოს და როგორც კი გადავა შემდეგ ეტაპზე, ისევ გავაგრძელებ ვიდეოს, როგორც კი ამ მეთოდს დაასრულებს და გადავა შემდეგზე. ნუ გადავიდა უკვე, თქვენთან შეიძლება დიდი დრო დაჭირდეს გააჩინა შიდა ფაილების ზომას. აქ ავირჩიოთ უკვე ინტერფეისის ენა, ანუ აქ რომ მოვახერხოთ განულება ამ ყველაფრის არის რუსულზე და გადავიყვანოთ ქართულზე, ვაჭერთ OK-ს, რადგან მენიუ გადავიდეს ქართულზე. ეხლა დავაჭიროთ საწყის, დავაჭიროთ თავიდან. მოვნიშნოთ ეს ყველა პუნქტი, ვაჭერთ ვეთანხმები, გავიმეოროთ ისე ვეთანხმების დავაჭიროთ და აქ მოგთხოვს Wi-Fi-ს. დავაჭიროთ გამოტოვებას, შემდეგ ისევ გამოტოვებას დავაჭერ. აქ ნუ თარიღები ავტომატურად არჩეულია, ვაჭერ შემდეგს და აქ გავთიშოთ ყველაფერი, ანუ მდებარეობის გაზიარებაც, აი ეს ფუნქციები ყველაფერი გავთიშოთ და ვაჭერთ მიღებას. აი ესე. ამის შემდეგ აქ გთხოვს ისევ ტელეფონის დაცვას, ვაჭერთ გამოტოვებას ისევ, მაინც გამოტოვებას ვაჭერთ და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე.
აქ უკვე დაგჭირდება ნუ აქ SmartThing და Samsung Health-ი არ გჭირდება, ვაჭერთ ისევ შემდეგს და გადავედი ისევ შემდეგზე. აქაც გამოტოვებას დავაჭიროთ მეგობრებო, ისევ გამოტოვება. ნუ აქაც გავთიშოთ ეს ორი უმნიშვნელო, ისევ ვაჭერთ ვეთანხმები და აქ უკვე ავრჩევთ თემას, იყოს ნათელი და დავაჭიროთ შემდეგს და შემდეგ უკვე დასრულდა ეს ყველაფერი, ვაჭერთ დასრულდა. ტელეფონი უკვე ჩაირთვება, რომელზეც უკვე მოხსნილი იქნება ის პაროლი, რაც დაყენებული იყო, აი ჩაირთვე როგორც ხედავთ და მოდი ახლა დავბლოკოთ და თავიდან ნახოთ, რომ ნამდვილად მოხსნილია. ეს კამერა ჩაირთვე შემთხვევით დავაჭიროთ დაბლოკის ხილაკს, ისევ დავაჭიროთ მასზე და ვნახოთ, რომ ის მოხსნილია უკვე, ანუ პაროლი აღარადებს და მოიხსნა პაროლი. მაგრამ შეიძლება თქვენთან Google account-ი იყოს ჩატოვებული, ან Samsung account-ი. ამ შემთხვევაში რა გვჭირდება? ანუ ამ ყველაფერს გეტყვით ახლა, აქ ვნახოთ რომ მოხსნილია. მაგრამ თქვენთან თუ ჩატოვებული არის და მაინც მოგთხოვათ ის პაროლი, რაც დაყენებული იყო, ამ ყველაფრის გაკეთების შემდეგ თუ მაინც მოითხოვა პაროლი და ვერ მოხსენით, გჭირდებათ კომპიუტერში, ანუ თქვენს კომპიუტერში გადმოიწეროთ პროგრამა Dr. Phone-ი. რომელიც ხრის $95 1 წლით. ხოლო თუ ამ ფულის გადახდა არ გინდათ, შეგიძლიათ პროგრამისთან წაიღოთ და მოხსნით 30 ლარად სადღაც დაგჭირდებათ 30 ლარის გადახდა ამ კოდის მოხსნაში. ჩაწერთ Google-ში Dr. Phones, გადახვალთ გვერდზე, ანუ პირველივე საიტზე შეხვალთ და აქ არის Microsoft Store-დან შეგიძლიათ გადმოიწეროთ, ანუ აქ თუ დააჭერთ Microsoft Store-დან გადმოიწერთ, ან ჩვეულებრივად დააჭერთ download ხილაკს და გადმოიწერთ ამ პროგრამას. მაგრამ ნუ 1 წლიანი ვერსია არის და ღირს $95, რომელიც საშუალებას მოგცემთ iPhone-ზეც და Android-ზეც მოხსნათ კოდი, ანუ მიაერთებთ თქვენს ტელეფონს კაბელით თქვენს კომპიუტერს და მოხსნით კოდს. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ არხი.